მოგესალმებით მეგობრებო. სიახლეებით. შემომიერთდით და გელოდებით. როგორ მოგწონთ ჩემი გვირგვინი? მოგესალმებით. მე ბეტმენი და სპაიდერმენი ერთად მუშაობთ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ჩვენ არც ხალხო. ხომ კარგად ხართ? მე კარგად ვარ, თქვენ ხომ კარგად ხართ? საქართველოს მედიაში სპაიდერმენი და ბეტმენი გამოჩნდნენ. მეც აქ ვარ, თქვენი თამარი. მეგობრებო. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ხომ? ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობ. ძალიან უაღრესად საინტერესო დროში ვცხოვრობ. ჩემი გვირგვინი ბავშვებმა დაამზადეს. ძვირი არ ღირდა. გისმენ დედა? უი, წამოდი დედა. წამოდი. ხო. ასე რომ შეგიძლიათ გამაგებინოთ ეს ხალხი აქ რას აკეთებს? კაი, მაშინ თუ არ გინდა, უნდა დაელოდო დედიკო. შეგიძლიათ გამაგებინოთ ეს ხალხი ვინ არის? აგერ ამერიკაში უცხო პლანეტელები მოფრინავენ ოკეანეში. ბეტმენი და სპაიდერმენი ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზს შემოუერთდნენ. ეხლა მეფეების რაღაც გამოფხიზლით, სადა ხართ? დავით, გორგასალ, ვახტანგ. სად ხართ? კიდე ვინ იყო? გიორგი ხო გამოჩნდა და გაქრა ისე. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, აი ამ ჩემი გვირგვინით, ეს არის უნიკალური გვირგვინი, ამ ჩემი გვირგვინით თავზე, ბაცხადებ საქართველოს მასშტაბით, გამოცხადდეს ყველა ჩემი ნაზირ ვეზირი. ჩემი მეუღლე იზაღის გაგიჟდა. Die Krone auf. დავწვერი რა გინდა გავალევეთ. ჩემი ნაზირ ვეზირები მოვიდნენ ჩემთან. სპაიდერმენ, ბეტმენ, გიხმობთ. რა კარგად მაცინეთ ძალიან. ვერ ჭერდები. Was ist verrückt gemacht? რა შეურიეთ ამ ნამცხვარში? ასეთი. რა კარგად ვიცინე. უი, გვირგვინი ცოტა მომეღრიცა. სპაიდერმენ და ბეტმენი, ეხლა მოდით ჩემთან. ჩემს დაუკითხავთ, რატო გამოჩნდი. მოდი მოვიხსენოთ ეხლა გვირგვინი, თორე გადამრია. ხალხო, ეს რა ხდება საქართველოში? ხო, მშვიდობა საქართველოში. მოკლედ. არა, ცოტა ამ ხალხისთვის ცოტა ადრე უნდა მიმეხედა. თორე სულ გადავიდა
ჭკუიდან. ოკეი. ხუმრობა ეხა იმედია კარგად მოვიდა თქვენამდე მშვიდობიანად. სპაიდერმენ, ბეტმენ არ გამიბრესდეთ. გულწრფელად ვიხუმრე. ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვიდნენ სპაიდერმენი და ბეტმენი. ღმერთო ჩემო. Catwoman-ი საწავიდა. Catwoman-ი გვაკლია. Catwoman. ხო. Catwoman-ი ბოროტია? ის ფიფქიაც გვინდა, კაცო, ფიფქია, ერთი ფიფქია გვაკლუბნებით რა. ხუმრობა გვერდზე. მართლა ძალიან სერიოზულად არის საკითხი, როგორც ჩანს რა და იცი რა უნდა ვქნა, ცოტა უნდა ვიმოქმედოთ, თორე სულ გავგიშდები. სულ გავგიშდებით ალბათ ისეთი დაძაბული ვითარება. ისეთი რომ ხალხმა არიცის რაღა გააკეთოს. დედა, მიშველე ღმერთო. სოფლიო მასშტაბით, ისა უკაცრავად საქართველოს მასშტაბით. საქართველოს მასშტაბით ვაცხადებ კონკურსს. ანუ ეხლა სერიოზულად გელაპარაკებით უკვე ხუმრობის გარეშე. მართლა გეუბნებით. არა, არ ხუმრობ, ეხლა სერიოზულად გელაპარაკებით რა და ეხლა რასაც გავაცხადებ, ეს მოვიდეს თქვენ ყურამდე რა. საქართველოს რუკა უნდა ავიღო და მოვნიშნო ყველა ადგილი. ყველა ადგილიდან, ანუ მე რეგიონიდან, ყველა დასახლებიდან, ვინც დამიძახებს, ხო? იქ მივალ. მარინოს ხო წამოვყვები? წამოვყვები? აბა შემომხედე? ფიცი მომეცი. წავიდეთ ერთად, წავიდეთ. კარგი. რაზაკეთებ? ბეტმენის და სპაიდერმენის გარეშე ვერ წავიდეთ. კარგი, წავიყოლოთ ისინიც. დღეს ჩემმა მეუღლემ პური და ღვინო გააკეთა. პური და ღვინო. საზეპურო ერი. იმდენი ვიცინე რომ ფილტვები ვეღარ შემდგა. ვინც დამიძახებთ, ხო? მართლა გეუბნები რა. შაბათს მივდივართ ქართლისკენ. უკაცრავად, ქართლისკენ არა. სად მივდივართ შაბათს მარინოს? სად მივდივართ შაბათს? კისის ხევში? ხო და რა რაიონს ეკუთვნის ეგ? არ ვიცი, ჯერ არ ვიცი. კისის ხევი რომელ რაიონს ეკუთვნის? რაიონი რა ალაზანის ვეზე იქნება რა. ხო, კისის ხევში მეგობრებო, გაგვიმასპინძლდებიან კისის ხევში. დავიწყებთ. კისის ხევიდან დავიწყებთ, ასურეთში ისედაც ცხოვრობ ხა აქ რა ვიცნობ ყველას და შემოვივლით სრულიად საქართველოს. მე და პავლე. ჩემს მეუღლეს პავლე ქვია, ასე მოინათლა. მე თამარი მქვია. ხო და მოდი დავიწყოთ თამაში. ახალი თამაში. New game. ახალი რომელი ავირჩიოთ? გელი, ძაღლი, აი ეს კარგად ცინის და გული აქვს. მე თამარ გეფარტი გპირდებით რომ ყველა რაიონს ვესტუმრები ჩემს მეუღლესთან ერთად. შევაგროვებ ხალხს, რომლებიც თამაშობენ ახალ თამაშს და ყველანი გამოვცხადდებით რუსთაველზე. არ ვიცი როდის. 2 წელში, 3 წელში, 4 წელში, შეიძლება სულაც არა. მაგრამ როგორ ვიცინე? სპაიდერმენ, ბეტმენ თქვენი ხალხით წამოიყოლე. შემომიერთდით. ყველანი ერთ თამაშს თამაშობთ. ახალი თამაში იწყება. ეგ სპაიდერმენობა და ბეტმენობა ხო რა, მოძველდა უკვე, მაგრამ
ხალხო? დროა უკვე ქმედების, ხო? ხო არის დრო უკვე ქმედების. ხო და რაღაც უცდით. აგერ უკვე სანამ ხალხი ჭკუაზე გადაგვივა და სანამ ჩვენს ჭკუაზე გადავალთ, ვიმოქმედოთ. ხო? ვიმოქმედოთ. ჩემი აზრით უნდა ვიმოქმედოთ. ყველას მოწვევას ვიღებ. მართლა გეუბნებით, ყველას მოწვევას ვიღებ და ყველასთან მივალთ, ვინც მოგვიწევს. ვიღაცას ახლა ეს შეიძლება ხუბრობა ეგონოს და ვისაც არ ეგონოს იმოქმედოს. Okay? ხალხო, მოდი რა მოვიხსნათ ახლა რა მართლა რა. მართლა გეუბნებით, მე პირადად ხო, ანუ მე პირადად ძალიან ბევრი ხალხი მიკავშირდება რა. ძალიან ბევრი ხალხი ხედავს ჩემში ძალას. და ძალიან ბევრ ხალხს უნდა რომ მე იმას გავყო, იმ აზრს, იმ იდეოლოგიას თუ იმ იდეოლოგიას და მე ერთს გეტყვით რა, ჩემი გზა არის ქრისტეს გზა. ქრისტე არის მამოქმედებელი ძალა. თუ ქრისტე არის ჩემი მამოქმედებელი ძალა, მაშინ ჩემთვის ვეღარ იქნება რომელიღაცა ამ ქვეყნიური პიროვნება მამოქმედებელი ძალა. ხვდებით? თუ ვინმე ქრისტიანია და ქრისტეს სახელით იბრძოდა, ხო? ის გახდება ქრისტეს ძალა. ანუ რჩეულნი, ანუ ყველანი ერთნი ვიქნებით. მე არ მეყოლება ბოსი და არც შენ არ გეყოლება ბოსი. ჩვენი ბოსი მხოლოდ ერთი იქნება. ძმა და გადამრჩენელი. ეს არის ქრისტე. ქრისტე, რომელიც ჯვარს ვაცვით ერთ დროს. ახლა ამ დროში უკვე ქრისტეს აღარ ვაცმევთ ჩვენ ჯვარს, უკვე ქრისტეს ვუკრებთ ჯარს. გესმით ხომ ტრანსფორმაცია? ტრანსფორმაცია არის ასეთი. თუ ერთ დროს ჩვენ ვერ დავიცავით ქრისტე და ქრისტე ვაცვით ჯვარს, ახლა ჩვენ ქრისტეს ვადგავთ გვირგვინს. ეკლის გვირგვინს კი არა. იმ გვირგვინს, რომელიც საუკუნო გვირგვინად დაიდგა თავზე. ოქროს გვირგვინი. ეკლის ოქროს გვირგვინი. ოქრო პრინციპში იუდეველების არის, არც უნდა ქრისტეს სერიოზულად გეუბნებით რა, ანუ დღეს მქონდა ეს ინფორმაცია, მომივიდა ეს ინფორმაცია ზეციდან, რომ დროა დავიწყო ქმედება და რა ქმედება. როგორც უკვე გითხარით რა, სოფელ, რეგიონ, ქალაქ, უბანი რა არა მგონია უბანი. ცხენოსნები მჭირდება. ვინმე თუ იცნობთ ცხენოსნებს, ვისაც თავისი ცხენი ყავს, არა ის ჯოგი რო ყავს, თავისი ცხენი რო ყავს, მომწერეთ, აუცილებლად ცხენოსნები მჭირდება. უკაცრავად ხვირი მეხოცება, რატომ მეხოცება, ახლა არ ვიცი, ბევრი რო ვიცი, ალბათ მაგიტომ რა. ალბათ მაგიტომ და ბოდის მოგიხდით, რომ ესეც ხვირს ვიხოცავ და თან გელაპარაკებით. და ალბათ კიდევაც უკვე ხვირში ამოსული ეს თემები რა. ხო და თუ ვინმე იცნობთ ცხენოსნებს, აუცილებლად მჭირდება ცხენოსანი ხალხი, მამაკაცები, ქალებიც თუ გიდაც ქალებიც. დღეს ამაზონებზე მქონდა საუბარი და ამაზონი ქალები ხომ იცით? ამორძალი ქალები რო ყავდა ჩვენ საქართველოს კავკასიის ტერიტორიაზე. ამორძალი ქალების შესახებ, ამორძალი ქალების შეკრება მინდა.
გამოჩდით ქალებო გამოჩდით. ეხლა ისეთი ფუსფუსელა ქალები არ მინდა რა, ფჩხილები და შილაკები და ისინი რო უსვეთ, ეგენი არ არიან ამორძალი ქალები. ამორძალი ქალები არიან ისინი, ვინც თავის თავს მამაკაცისგან ვერ ასხვავებს, იმ ხრივ კი არა რომ გენიტალიები გადაიკეთოს. ძალისხმიერად. ხვდებით? ქალიც არის და მამაკაცის თვისებებიც აქვს. აი მაგალითად მეომარია, მეამბოხეა. პანიკიორი კი არა, მეამბოხე, რო არ ეგუება უსამართლობას. ცხენოსნები, იმიტომ რომ აუცილებლად საჭირო არის მამაკაცებო საკუთარი სხეულის რა ხდება ბავშვებო? საკუთარი სხეული გქონდეთ მწყობრში. სულ ცოტა ჯირითი მაინც რო შეგეძლოთ რა. არ ვიცი მე რამდენად გავგიჟდი, მაგრამ რუსთაველზე რო ცხენოსნები გამოჩდებიან, აი მაგასაც ნახავთ რა. ცხენოსანი ხალხი მჭირდება, იცოდეთ. არ გეხუმრებით ახლა რასაც ვამბობ. ყველა მხრიდან. თუ საქართველოში ვინმეს უტოპიური აზროვნება აქვს, აი უტოპიური აზროვნება არის ის, რომ წარმოუდგენლად რომ მიაჩნიათ, ხო, ვითომ განვითარებულ ადამიანებს, ეხლა ბეტმენი და სპაიდერმენი, რა გინდა, უტოპიური ხალხია ეს. ამათ სწამთ, რომ ბეტმენიც და სპაიდერმენიც რაღაცას წარმოადგენს და მე მწამს, რომ საქართველოში ცხენოსანი წარმოადგენს დიდ ძალას. რატომ? მას ფიზიკური ძალა აქვს და ფიზიკურ ძალას მენტალური ძალაც გასუფთავებული აქვს. ერთი წუთით გავარკვევ ჩემს ოჯახის წევრებთან რაღაც. რა ხდება, რას ჩხუბობთ და რას დავობთ? შეგიძლიათ რომ წყნარად გააკეთოთ? აჰა. ხო და მეგობრებო, მე არ ხუმრობ ეხლა რასაც გეუბნებით რა. სოფელ, რაიონ, დავივლი და მოვაგროვებ ცხენოსნებს. თუ რისთვის მოვაგროვებ, ხო, ეგ გამოჩნდება მერე. ხო და თუ ვინმე იცნობთ ცხენოსნებს და ძალოსნებს, დამიკავშირდნენ რა, პირადში დამიკავშირდნენ. და მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პირადში მე ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კეთილი გეგმები აქვთ ამ ადამიანებს და ძალიან კარგი საქართველოს სულისკვეთება აქვთ, მოძველებული თემები ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ახლა უკვე ახალი არის ის, რომ ჩვენ გავიაზროთ, რომ ჩვენი მამოძრავებელი ძალა არის ქრისტე, რომელიც ჯვარს ვაცვით ერთ დროს. ეს არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ჩვენ ყველას ერთმანეთს დაგვაკავშირებს ქრისტე. და ვინც ერთად ვიქნებით, ის იქნება ქრისტეს ჯარი. ხო დედა, გისმენთ? წყალი გინდა? მაშინ მანქანაში უნდა წახვიდე, იქ შენი ბოთლი დევს. იმ ბოთლში წყალი ასხია და ის წყალი შეგიძლია დალიო. ასე რომ მოდი ვინმე ნორმალური გვირგვინი მაინც გამიკეთოს რა არის ეს ნორმალურად დაჯდეს თავზე რა. არ მინდა მე გვირგვინი, მეგობრებო, გვირგვინი მხოლოდ ჩვენს მეფეს უკეთია, ეს არის ქრისტე ღმერთი. ჩვენ გვირგვინი აღარ გვჭირდება ხალხო. არც მეფე აღარ გვჭირდება, ჩვენ ყავს მეფე. ჩვენი მეფე არის ქრისტე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს, რომ ქრისტე არის ჩვენი მეფე და ვინც მე მეთანხმება ამ იდეაში და ამ უტოპიაში, რომ ქრისტეს ახურავს უკვე თავისი გვირგვინი, რომელიც ჩვენვე დავახურეთ თავზე. ეს არის ეკლის გვირგვინი.
საუკუნო მღვდელმთავრად ვაღიარეთ და საუკუნო მეფედ ვაღიარეთ. ეს არის ქრისტე, რომელიც 2024 წლის წინ ვაცვით ჯვარს. ხო და ჩვენ თუ ოდესმე რამე შეგვიძლია გავაკეთოთ ქრისტესთვის, შეგვიძლია მხოლოდ 2024 წლის შემდეგ ვაღიაროთ ეს საჯაროდ სრულიად საქართველოში, რომ ქრისტე არის ყოვლად ამათ სოფლის მეფე. ამას სოფლის მღვდელმთავარი და უწმინდესი და უნეტარესიც ის არის. მე როგორც პირადად არანაირ კონკურენციას არ ვუწევ ქრისტეს, როგორც პატრიარქმა გაუწია კონკურენცია, ყველაფერი მიითვისა მისი. გვირგვინ არ დაადგეს ერთი თავზე. მე მომხრე ვარ იმის, რომ ჩვენი ღვაწლი იყოს ქრისტესთვის და არა ფსევდოქრისტიანებისთვის, იქ ვითომ წირვალოცებს რო ატარებენ და რაღაც უაღრესად ქრისტიანებად წარმოუდგენიათ თავი. უაღრეს ქრისტიანებად. ანუ მოკლედ უკვე 64-ში ზიან ისინი და სასუფეველში შესულები არიან. გესმით? თავის ილუზიაში. და რეალობაში ჩვენ ჯერ ქრისტე ვერ გვიღიარებია. ვერ. იმიტომ რომ ვერც გვირგვინი გადავეცით ქრისტეს და ვაღიარეთ, რომ აღარ გვჭირდება ჩვენ გვირგვინები. იმიტომ რომ ერთადერთი გვირგვინი, რომელიც ეკუთვნოდა არის ქრისტესთვის, განკუთვნილი და გვითხრა ქრისტემ რა, არ გინდათ ეგ თქვენი ოქრო ვერცხლის ჯვრები და გვირგვინები, თქვენ შეგიძლიათ დაიხუროთ ეკლის გვირგვინი თავზე, რომელიდანაც სისხლი შეიძლება წამოვიდეს. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, ხო? ოქროს გვირგვინს კი არ დაიდგა თავზე. თავზე დაიდებ ჯვალოს. ეკლის გვირგვინს დაიდებ თავზე, თუ გინდა რომ გახდე ქრისტიანი. და თუ არ გინდა რომ გახდე ქრისტიანი, მაშინ გახდები ანტიქრისტიანი, ანუ მოსაპირისპირო, თავზე დაიდებ ოქროს გვირგვინს და იტყვი რომ მე მეფე ვარო. What? საპატრიარქოს წარმომადგენლებს და ჩოხოსნებს ხო უნდათ ეხლა რომ მეფე დაგვიყენონ. ვიღაც სხვებსაც უნდათ რომ მეფე მოძებნონ. ბაგრატოვანთა სისხლისა. ბაგრატოვანთა სისხლისა მეფე. ის კი არ იქნება, ვისაც მოიყვანენ და დასვავენ. ის იქნება, ვინც ჯვარს ეცმევა, იცით თქვენ? აბა მანახეთ ადამიანი, რომელიც ჯვარს ეცმევა. სრულიად სოფლიო კაცობრიობისთვის. მოიპოვება საქართველოში ასეთი ადამიანი? ვერც ვერავინ ვერ მოიპოვება და ვერც ვერავინ გადაუსწრებს ქრისტეს. უკვე შეძლო ქრისტემ ამის ქმედება და უკვე გააკეთა ქრისტემ და ის იყო ბაგრატოვანთა შთამომავალი ზუსტად რა. ბაგრატოვანთა სისხლის შტო არის დავით მეფსალმუნეს სისხლის შტო. ისევე როგორც ქრისტე, მარიამი, ქრისტეს დედა მარიამი იყო მეფსალმუნეს, დავით მეფსალმუნეს შტო. ვინ არის დავით მეფსალმუნე? ეხლა იერუსალიმიდან გადმოგფრინავენ თავიანთ ტყუილებს და გვეტყვიან ჩვენი იყო, ჩვენი დავითი. თქვენი იყო ის, როცა ჯენიაო, ხო? იცით ალბათ ეს გამოთქვა. ცხენ ოსანი, ხო? ლალი. ასე რომ მეგობრებო, ცხენოსნებო, გამოჩნდით. თქვენთან ერთად შემოვჯდებით ცხენზე და თქვენთან ერთად გავილაშქრებ რუსთაველზე. უკვე მომბეზრდა ეს კუბოების გამოტანა და ტორტის კუბოები და რეები აღარ იმჩხიბავეს რა. მოდი ერთი ჩვენ შემოვასხდეთ ამ ცხენებს და გავაჭენოთ იქ რუსთაველზე. აბა რას იზავენ ერთი? რას იზავენ მაინტერესებს? ქრისტიანებო. ქრისტიანებო. თუ ვინმეს აქვს უფლება რომ სპაიდერმენის და ბეტმენის ტანსაცმელით გამოცხადდეს მედიაში, ჩვენც გვაქვს უფლება რომ შემოვიცვათ ნაბდები, ავხედრდეთ ცხენზე და გამოვცხადდეთ რუსთაველზე, შუა რუსთაველზე გავაჭენ, გამოვაჭენოთ. თუ არ გადავლენ გვერდზე ხალხი. არ გაინტერესებთ რა მოხდება?
ხო და ვისაც ცხენი გყავთ, გამოდით, მოვდივარ მეც, ერთი ცხენი მათხოვეთ ოღონდ. მე არ მყავს საკუთარი ცხენი. ხო და ასე რომ let's go. არ ხუმრობ მეგობრებო და მართლა გეუბნებით რა. დროა სიგიჟის. გადარეული დროა. სანამ უცხო პლანეტელები დაგვადგებიან თავზე და დაგვაყენებენ აქ მწვანე ადამიანებს, რომ ვითომ უცხო პლანეტელები არიანო, გამოაჩენენ ახლა თავის მონსტრებს, ამ ჰოლოგრამით შექმნილ რაღაცა სიდებილებს, რომ ვითომ ახლა უცხო პლანეტელები ჩამოდიან ამერიკის ოკეანეში. კოვიდის დროს 2021 წელს, როდესაც ფრენები იყო სრულიად გაჩერებული, მაგ პერიოდში მთლიანად თავიანთ სატელიტურ დანადგარებს უშვებდნენ და უშვებდნენ ზეცაში, რომ შემდეგ აი ეს ჰოლოგრამები შეექმნათ და ეს გამოცხადებები და ეხლა ნახე, ქრისტე თუ არ გამოაჩინონ იქ ზეცაში. ქრისტე, დიდი ჯვარი და რაღაცეები, რაც აპოკალიფსური ისენია რა, წინა სიტყვაობა, სცენარი დაწერილი რო აქვთ უკვე რამდენიმე 1000 წლის წინ. ხო და ხო გამოაჩენენ მაგათ რა. მერე მოგვიყვანენ მწვანე ადამიანებს თუ ლურჯ ადამიანებს, რაღაც უცნაურ ადამიანებს, რომლებზეც გვეტყვიანო, აი ესენი არიან მომავლიდან თუ რაღაცა სხვა პლანეტიდან მოსულები და ეხლა ჩვენ ამათ უნდა მოусმინოთ, ვითომ ისინი რაღაც სხვა ენაზე ილაპარაკებენ და ჩვენ უნდა იმათი გადმოთარგმნის გვეტყვიანო, რას საუბრობენ ეს უცხო პლანეტელები. ხალხო, სიგიჟის დრო იწყება, გეუბნებით მეორედ მოსვლაა და ვინც თვალი ახელილი გაქვთ, ვისაც ხო, ხედავთ ყველაფერს, ხო, კარგად. საქართველოს ვერ დაასიაფანდებენ რა ეგენი საქართველოს. ეხლა მაგრად ცდილობენ რომ რუსთაველზე ხალხი რო ყავთ იქ დაქირავებულები და ზოგი გულწრფელად საქართველოსთვის რო დგას იქ. საქართველოს გამოსცირება უნდათ უკაცრავად რა, საქართველოს მოსახლეობის. ამის დასიაფანდება სურთ ეხლა სრულიად დედამიწის დამონება სურთ, აი გლობალურად დამონება სურთ კაცობრიობის, რომ აი ეხლა ვითომ ის უცხო პლანეტელები გადაგვარჩენენ, მერე ისინიც ვერ გადაგვარჩენენ, ის უკვე ჩაუვარდათ ის გეგმა, ის ანტიქრისტე რო უნდა დასვან. ანტიქრისტე უკვე ზის აგერ ილია არის მეთქი გეუბნებით, ილია მეორე არის ანტიქრისტე, 47 წელი არის მისი აღსაყდრების და 59 წელი იმეფებს ანტიქრისტეო და აგერ გადის 2 წელში უკვე მისი 59 წელი და იმიტომ აცოცხლებენ ყველა ძალებს ხმარობენ რომ აცოცხლონ 2027 წლამდე. ხო და მანამდე მოხდება ის რომ ეხლა უკვე უცხო პლანეტელებსაც გაგვიმხელენ უკვე უცხო პლანეტელები მოდიან. აბა, მაშ ხალხო არა რა, მართლა გეუბნებით რა. მე ხილვაში ვნახე თეთრი რაში. მოიცა ერთწუთს თეთრ რაშიანები. თეთრი რაში. ქალი ათვინიერებდა ამ თეთრ რაშს. ქალი იყო ეს, ვინც ათვინიერებდა. ასე რომ აუ ხევსურებო და მთიულებო რა, თქვენი ჯანი. თქვენი იმედი მაქვს მე, მართლა ოღონდ. ქალებო. მე რისი თამარი ვარ, რომ ცხენოსანი ქალები არ შევკრიბო რა და ცხენოსანი ქალები თურთ არ გავილაშქროთ რუსთაველზე. ხო მაგარი იქნება. რა კარგია. ხო და მერე კაცებიც შემოგვიერთდებიან. ხო, რაც შეეხება ახლა ჩვენს დროშას. ჩვენი დროშა იქნება აბსოლუტურად ქართული
ეს იქნება ქართული ინიციალებით შემკული. არა ტამპლიერების დროშა ეხლა რო გვაქვს დაწოლილი ჯვრებით, აღმართული ჯვრებით მეგობრებო. აუცილებლად აღმართული ჯვრებით უნდა იყოს ქართული დროშა და ვფიქრობ, დავით აღმაშენებლის ინიციალებიც ხომ არ ქონდეს, დავით აღმაშენებლის დროშის ინიციალებიც ხო არ ქონდეს. მაგრამ ეს თავისთავად გადაწყდება, როგორც ინებებს უფალი. და საერთოდაც ისე თქვენი აზრი მაინტერესებს რა. არანაირი ჯვრები არ გვჭირდება ჩვენ იესო ქრისტე ეკლიანი გვირგვინით რო იყოს ზედ გამოსახული ამ დროშაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს მისაღები თქვენთვის? ჩემთვის პირადად ძალიან მისაღები არის. ხო, სიუჟეტი უკვე კარგია, მედია იძახის. მოიცადე ერთი წუთით. აი ახლა მე უნდა ვნახო ერთი ფოტო, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს. არა ჯვარზე გაკრული იესო ქრისტე, სისულელე, ჯვარზე რო დატოვეს იესო ქრისტე. იესო ქრისტე გამართული ეკლიანი გვირგვინით რა. გამართული ოღონდ. აი დაახლოებით ამ სტილში, მაგრამ ეს არის კიდე ეს არის დაღონებული იესო ქრისტე. დაღონებული იესო ქრისტე ჩვენ აღარ გვსურს. ჩვენ გვსურს ახლა უკვე გამართული იესო ქრისტე, რომელიც ეკლიანი გვირგვინით იქნება. მოიცადე ერთი წუთით? შეიძლება ეს უფრო უკეთესად იყოს, ოღონდ ამას გვირგვინი აკლია. ოღონდ ამას გვირგვინი აკლია. ჩემი დროშა პირადად იქნებოდა აი ესეთი იესო ქრისტე გვირგვინით, ეკლიანი გვირგვინით რა. ეხლა ვიღაცამ არ მითხრას, რომ ეს გოგო გადარეულაო რა. მე თუ გადავრეულ ვარ მაშინ. აი ეხლა რუსთაველზე რაც ხდება, ისინი საერთოდ ხო გადარეულები არიან და აბსოლუტურად სამყარო გადაირია, აბსოლუტურად. ეხლა აი რეები ხდება, კარგი რა. გვეუბნებიან და თვალნათლივ გვატყუებენ, რომ აუცხო პლანეტელები ჩამოდიან ვითომ რა. აი სისულელია ხალხო, რეები ხდება, გადავირიე რა. და მე ჩემზე ვინმე თქვა ასერთი, რომ იესო ქრისტეს დროშა უნდა დაიჭიროს ხელში და ცხენებით გავიდეს საქართველოში რუსთაველზეო, ამაზე თუ ვინმე რამე თქვას, ხო? ის ქართველი არ არის რა. ის ქართველი თუ იყოს. არ არის ის ქართველი, ვინც ამაზე რა გაიცინებს ხალხო. ეს მე ახლა სერიოზულად გეუბნებით. იესო ქრისტეთი ხელში, დროშა როგორც იესო ქრისტე გვირგვინით ხელში, ჩვენი მეფეა ეგ. მე არ მჭირდება სხვა მეფე რა. მართლა გულწრფელად გეუბნებით რა. ვიღაცის მოთრეული, დასმული სხვა მეფე არ მჭირდება მე. როგორც ქართველი, ისე ვაცხადებ ძალიან ხმამაღლა რა. არც ერთი მოძრაობიდან არ მჭირდება მე ვიღაცა მოთრეული მე. მონარქი არა ის. რქები აღარ გვინდა ჩვენ გვინდა ქრისტეები უკვე რა. გაიკვეთეთ ერთ ადგილში ეგ რქები. გინდა პატრიარქამ და კიდე მონარქამ. გესმით? ყველამ
ვიღაცა მითხრა რომ შენო ყველა მღვდელს ერთ ქვაბში ხარშაო რა. ყველა მღვდელი ვინც ილია მეორის იმაშია, რა ქვია, ეპარქიაშია. ვინც ეპარქიაშია ილია მეორის და არ არის განდგომილი ეკლესიას, ყველა ერთ ქვაბში ზის და ყველას ერთ ქვაბში ვხარშავ მეც. იმიტომ რომ მან თუ ვერ გაიგო ვინ არის ჯერ კიდევ ანტიქრისტე, ის თვითთავად ბნელია და სიბნელის მსახურია. და ქრისტე რომლის ჯვარიც უნდა რა ტამპლიერების დროშების შემოგვატენეს აქ. ქრისტეს სახელით რო კლავდნენ ხალხს და გააკრეს იქ დაწონილი ჯვრები და ისინი რა ქვია. წითელი დროში სისხლით მოპოვებულია. სისხლით მოპოვებული კი არა. დაიჭირეს შეკაი ადამიანო ქრისტე ხელში და გქონდეს შენი როგორც შენი დროშა ქრისტე. რა გცხვენია ქრისტეს გამოჩენის თუ რა ხდება ვერ გავიგე. თუ არ ხარ ქრისტიანი. მე არ მცხვენია ქრისტეს ხელში დაჭერის. არ მცხვენია ქრისტეს დროშა დავიჭირო ხელში რა. დროშა რომელზეც ქრისტე იქნება გამოსახული. და ყველა მიცოდეს და სრულიად მთლიანმა პლანეტამ მიცოდეს რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ქრისტეს ხალხი რა. ერთი ვინ ყველა ქრისტიანი. ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანია მართლაც ქრისტეს დროშას დაიჭერს ხელში. დროშას ქრისტეს გამოსახულებით. საკმარისია ქრისტეს ჯვარცმა, ამაღლებული სიკვდილის დამარცხებელი ქრისტე. ხო? თია ამბობს ზუსტად ქრისტე წარმოვიდგინე დროშაზე და დამასწარით თქმა. კი არ დაგასწარითია, ჩვენ ერთი პირი ვართ რა, ერთ პირნი ვართ. აი მაგალითად აღარ ვახსენებ ახლა სახელებს, მე რა თემებსაც საუბრობ, ქრისტეს ხალხი მეუბნება რომ ზუსტად 3 დღის წინ იგივეს ვფიქრობდიო რა და შენ გამოთქვით შენი პირითო. ჩემი სათქმელი შენ თქვიო. თქვენ იცი ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტე თავის ხალხს აკავშირებს ერთმანეთთან. ესე შეიცნობენ ქრისტიანები თავისიანებს, ქრისტიანებს. ესე შედგება ქრისტეს ცხორი. ცხორი არის გუნდი, ხო? ლაზარეს ენით. ესე შეიკრიბება ერთ სიხშირეზე ასული ადამიანები დადგებიან ერთად. და ეს უმრავლესობა იქნება ქალები. იმიტომ რომ კაცები ცოტა გვიან შემოგვიერთდებიან. ეგ ეგრეა ყოველთვის. ქალებო, მართლა გეუბნებით რა. აი რა მაგარი სცენარია, ძალიან მაგარი სცენარია. წარმოიდგინეთ ახლა არ ვიცი, რამდენმა იცით ახლა ცხენზე შემოსხდომა, ხო? ცხენს ვინც ცხენოსანია, ხო? იმას სხვანაირი აზროვნება აქვს. იმას უფრო ქრისტესთან ახლოს აზროვნება აქვს. და არ ამგონია, რომ ამ იდეაში არ გამიერთიანდეს ის ადამიანი, ქალი თუ კაცი, რომ ჩვენ ყველანი დავამტკიცებთ და დავიცვავთ ქრისტეს. ქრისტეს დამტკიცება ნიშნავს იმას, რომ ქრისტეა ჩვენი მეფე. ჩვენი მღვდელმთავარი ქრისტეა. აღარ გვჭირდება ჩვენ მღვდლები და მეუფეები. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი და ქრისტე, რასაც ამბობს, რომ შენსა და მამას შორის არავინ არ უნდა იდგეს, ჩემს გარდაო, ხო? ასე დამკვიდრდება ეს დრო. არავით არის მეუფეები და არავით არის მღვდელუკეები, რომლებიც თავის აზრებს გახვევენ თავზე. ქრისტეა მხოლოდ ერთი და ის იდგება ჩვენსა და მამას შორის. მეტი არავინ, შო, წერტილი დაესმევა ამ ყველაფერს, ამ სიაფანდობას. ტყუილების დრო დასრულდა. ცუნცულებო, გაიხადეთ ეგ განაფორები, აღარ გინდათ. ქრისტე ზეიმობს, გვიხაროდენ, ქრისტე აღდგა და აღმდგარი ქრისტე უნდა გვიხაროდეს და არა ჯვარცმული ქრისტეს მივტიროდეთ. ქრისტე აღსდგა ხალხო. ეს უნდა გვიხაროდეს ჩვენ, გვიხარია, თეთრები უნდა გვეცვას, უნდა გვიხაროდეს, ყველას უნდა ვაცნობებდეთ, რომ ქრისტე აღსდგა. ქრისტე ცოცხალია,
არსად არ ჯვარცმა იყო, მერე აღსდგა. და შენ თუ ეს ვერ გაიგე მღვდლებო, სრულიად მღვდლებო. და შენ თუ ჯერ კიდე მოთქმაში ამყოფებ ამ ხალხს, რომ ვაივაგლახში რომ საწყალი თურმე ეს ხალხი რომ ქრისტე ჯვარს აცვეს და ის ვეღარ დაინახე რომ აღდგა და ამაღლდა და გიხაროდენ ცოცხალი ხარ, ცოცხალია ქრისტე, გაგაცოცხლა, გიხსნა, ამოგიყვანა ჯოჯოხეთიდან და შენ კიდე ჯოჯოხეთში ზიხარ, ცოცხალი თავით იქიდან გამოსვლა არ გინდა? შენ წადი იერუსალიმში და იქი ცხოვრე, იქ რომ დააკოპირეს და გადაიტანეს ვითომ იქ იერუსალიმი. და ჩვენ აქ ვიქნებით ქრისტიანები. ჩვენ ვიზეიმებთ ქრისტეს აღდგომას. ჩვენ ვიზეიმებთ ყოველდღიურად. ჩვენ ვიზეიმებთ და გავახსენებთ ერთმანეთს, რომ ქრისტე აღსდგა და ქრისტე ამაღლდა და ქრისტე არის ცოცხალი და ქრისტე არის ჩვენი მეფე. და ქრისტე არის ჩვენი მეფე. გავიგოთ ეს ერთხელ და სამუდამოდ. აღარ გვექნება მერე კონკურენცია ერთმანეთში, რომ არა მე ვარ მეფე და არა მე ვარ მეფე. მეფე ერთია, ეს არის ქრისტე, ვინც შენთვის ეწამა. გეყოს კმარა დღეს კიდე ერთი სიტყვა გამიმხილეს. ესე იგი ტეკარო, ესე ტეკარო უცბად თქვი და მე ვიკითხე რომ ტეკარო რას ნიშნავს, ხო? და დავწერე, ნახე, ტეკ ჰე არო. არო არ არო, ერთხელ მითხრეს, როდესაც საბანი მეხურა ცხვირზე და ვიგუდებოდი და ვეღარ ვიღვიძებდი, აი ესეთი ხმა ჩამესმა ყურში, არო, არ არო. და აი ამ სიტყვებმა მომცა ის ძალა, რომ გამოვიღვიძე და გადავიხადე ეს საბანი. ხო და ეს არო, არ არო, მაინტერესებდა სულ რას ნიშნავს რა. აი როზე მთავრდება ოქრო, კიდე რა მთავრდება როზე. დრო, ოქრო და მეტი ბევრი რამე არ მთავრდება როზე და ეს არო მაგალითად არ ო და თუ დავამატებთ ოს თუ გავშლით არის ონი, ხო? ონია. ასობგერა ოს ხო ონი ქვია და თუ აროს დავამატებთ და გავშლით და არონი გამოდის. არონი ვინ იყო? იცით ხო ვინ იყო არონი? ხო, არო რას ნიშნავს? არ ვიცი ჯერ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არონთან დამაკავშირა, მაგრამ ტეგ არის ტანი, ენი და კარი, ჰე არის ჰე თვითონ ძალიან ხშირად არის მეთქი ჰე თქო რო გითხარით ამენაში თქო, ხო? ჰე ნიშნავს ყოფადობას რა, არის ხარ ყველაფერი რაც არსებობს იმას აღნიშნავს ჰე. ხო და ტეკარო და აზრი გამოვიტანე მე ესეთი რა. ტე არის ესე იგი ტანი და ენი, ესე იგი ორი რაღაც ძალიან ძლიერი თვისება არის, ეს ტანიც რო გაქვს და ენაც რო გაქვს, იმიტომ რომ აუცილებელი არის. ქართული ანბანი, ქართული ენა არის საოცარი რამე რა. შენ რომ მხოლოდ ტანი გაქვს და ვერ მუნჯი ხარ, აი ეს არის ნახევარი ძალა. შენ რომ ტანიც გაქვს და ენიც გაქვს, მაშინ შენ მთლიანი ძალა ხარ. და ტე კარო ხო, რომ აი სიტყვა რომ გეუბნება ტეკარო არის ტანი, ენი და კანი ხარო, გესმის? ესე იგი ტანიც, ენაც და სამ ძირითად პატარიდან დავიწყოთ, საცვალი ჩავიცვით, მაიკა ჩავიცვით, მერე კურტკა ჩავიცვით, შარვალი ჩავიცვით, კაბა ჩავიცვით და დავფარეთ ეს რასაკეთებ, რაღაცებით იფარავ, ხო მოგიჩნდეს. აი სასიცოცხლო ენერგიასაც დაიკარგა. მერე არის კიდე ერთი რაღაც, რა, აი ჭაჭუნაში რომ მივდივართ ხოლმე მე და ჩემი მეუღლე, ხო, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რეებს გიყვება ეს გოგო, მაგრამ სერიოზულ რაღაცებს გიყვებით, რაც ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. მე და ჩემი მეუღლე, როდესაც ჭაჭუნაში მივდივართ ხოლმე და იქ არის უდაბნოსავით, რა, არავინ არ არის, თუ მეცხვარეები არ არიან ხოლმე და
იმ დროს, როცა მე და ჩემი მეუღლე ვართ მარტო მეცხვარეებიც რო აღარ არიან და უკვე წასული არიან მთაში, მე და ჩემი მეუღლე სრულიად შიშვლები დავდივართ ხოლმე ჭაჭუნაში რა. და ეს იცით რა სხვანაირი შეგრძნებაა? ეს არის სულ სხვანაირი შეგრძნება. ეხლა ვიღაცამ შეიძლება გაიცინოს და ეს რეებს ყვებაო თქვას, მაგრამ გამოგიცდიათ თქვენ სრულიად მზეზე სიარული რა სხვანაირი იცი რა მხელა ენერგიები გეძლევა? შენ ხდები რაღაცა სხვანაირი ხდები რა. აბსოლუტურად სხვანაირი ენერგია შემოდის შენში. ჯერ თავიდან შეგრძნება გაქვს რაღაცა შეგრძნება გაქვს ესეთი რომ ვინმე ვარ დაგინახოს და რაღაც რა ქვია მაგას ვინმე დაგინახოს ეხლა თვითმფრინავიდან თუ ვინმე დაგინახავს იქ რო შიშველი დადიხარ თორე არავინ კაციშვილი იქ არ არის და უბრალოდ შეგრძნება გაქვს ეგეთი მე ეს შეგრძნება რომ მოგეხსნება მე უკვე იგებ გემოს იგებ აი ამ მზის ენერგიის მიღების რომ როგორ სხვანაირად შემოდის მზის ენერგია შენში და ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაკარგინეს მეგობრებო რა იცოდეთ რომ ქრისტემ რა თქვა ნახე ქვაზე არ დარჩება შენ თუ ისევ 64-ში შესვლა გინდა თლიანად ყველაფერი შემოგეფლითება შენ ისეთ დროში ჩადგები ისეთი დრო მოვა შენიც თუ ვერ გათავისუფლდები ხო აზრში მაშინ ძალით გაგათავისუფლებენ ისეთ დროში გაცხოვრებენ რომ თლიანად შემოგაფლითავენ მაგ შენ ტრუსიკსაც და საცვალსაც გესმის ეს შეგრძნება ყველამ უნდა იცოდეს რა არის რა ამიტომ გეუბნება ქრისტე თვდიანო იქ ესეთი მოკლე ესენი რო აჩვიათ ტრუსიკებივით რაღაც შარლები ჯინსის ხო ვითომ რაღაცაა მაგრამ ეს არ არის რაღაცა უცნაური მოვლენა რაც ხდება ეს ზუსტად ის მოვლენაა რომ შენ თუ თვალი გაცდუნებს და იმას ის გაღიზიანებს იმას რომ მოკლე აცვია საერთოდ რომ არაფერი არ ეცვას შენ იმდენად ძლიერი უნდა იყოს სულიერად რომ საერთოდ რეაქცია არ ქონდეს იმ სიშიშვლაზე გესმის და თუ შენ თვალი გაცდუნებს მოითხარე ეგ თვალი და გადააგდეო გეუბნება ქრისტე თორე ვერ შეხვალ სასუფეველშიო ეგრეო რა ამიტომ მაგ გამოცდასაც აუცილებლად მოგიწყობენ ვიღაცა იტყვის რომ აი ეს რა დრო მოვიდა გაშიშულდა ხალხი უნდა შევეგუოთ მოვა ეგ დრო მოგვიწყობენ ამ დროს შენ როგორც ქრისტიანს მოგიწყობენ ამ დროს როგორ მიიღებ ამ დროს გესმის გაცდუნებს საკუთარი თვალი თუ არ გაცდუნებს ძლიერი ხარ თუ არა ვესაუბრებოდი ერთ მამაკაცს რა ჩემ მეუღლესთან ერთად ვიჭექი და ლაპარაკში კაცს წამოწდა ესეთი რამე ეხლა კაცებსო როგორ გართობა როგორ არ უნდათო ეხლა გაივლი გამოივლიო და მე დააფიქსირა რომ ცოლქმარი ვზივართ იქ რა ხო და მე ისე გადაიტანა რომ ხო ეხლაო რა თქმა უნდაო რომ არ არისო ეს სასურველიო მაგრამ ეხლა რამდენი მაცდური ქალი დადისო რა და რა მეთქი თუ შენ ქალი გაცდუნებს ხო და შენ იმას ვერ გაუმკლავდები რომ ქალმა გაცდუნა და ცოლს უღალატე შენ რასანდო ადამიანი ხარ ანუ ჩემს თვალში შენ პირველ რიგში მოღალატე ხარ შენი ცოლის მოღალატე თუ ხარ შენი ქვეყნის მოღალატეც ხარ და ყველა ადამიანის მოღალატე ხარ იცოდე რა ჩვენი მღვდლები რასაც სწავლიან დღეს ცოლო მოითმინე კაცი ვერ გამოსწორდება იმ კაცმა იაროს პროსტიტუტ იმაში ბოზებში და შენ აიტანე 4 შვილის დედა ხარ სხვანაირად არ გამოვა რო გაშორდე უფრო უარეს იქნება აი ამას ასწავლიან დღეს მღვდლები როცა უნდა ასწავლიდნენ არავითარ შემთხვევაში არ დაითმინო მრუშობა არც ქმრის არც ცოლის შენ თუ შენი ცოლი მრუშობაში დაიჭირე და შენ აპატიე არა ქრისტიანი ხარ შენ ქრისტეს წინააღმდეგ მიდიხარ всё იმიტომ რომ ქრისტემ გითხრა და ქრისტეს სიტყვას არ იგებ გესმის და ჩვენთან საქართველოში როგორ არის წამო ქალებში გავიაროთ ძმაკაცი და ცოლებს დატოვებენ ხოლმე იქ მიაგდებენ ბავშვებთან ამორძალებო გამოფხიზლდით ღმერთს მონები არ სჭირდება თუმცა ყველას მონა ზონი დაარქვეს მაგრამ მონები არ სჭირდება მონა ზონი კი არ სჭირდება ამა ზონი სჭირდება ზონ
ამაზონი და არა მონაზონი. გესმის? მე მგონი თქვენ ეს უფრო გახარებთ ხოლმე, ასე დავიხურო და ვიტინგით ცოტა, მოდი. რა ლამაზი გვირგვინი გამიკეთეს ბავშვებმა. ამაზე კარგი გვირგვინი რა უნდა დაიხუროს ადამიანმა თავზე. ხო? მეთანხმებით, ხო? რატი, რამ შეგაწუხა, რატი? ესე რო აკეთებ, რამ შეგაწუხა, იქნებ გაგვანდო? ყველაზე სწორი გააზრება აღფრთოვანებული ვარ თამარ. მადლობა ლალი. მოახლოვებულია სათასასუფეველი. მადონა, მოახლოვებულია კი, უკვე აქ არის აქ. ამაღლებული სიკვდილის დამარცხებელი ქრისტე. კიდე რა ოღონდ ეკლებიანი გვირგვინით არ აქვთ ხო? ისა ნინო, რატო არა? იმიტომ რომ ეკლებიანი გვირგვინი დაიდგა თავზე ქრისტემ. პრინციპში ყველაზე უმაღლესი რანგის გვირგვინი დაიდგა რა. ჩვენ რო გონია რომ ოქრო არის უმაღლესი რანგის გვირგვინი, ეკლიანი გვირგვინი არის უმაღლესი რანგის გვირგვინი. ქრისტემ გვასწავლა ჩვენ ეს და ჩვენ არ გვინდა ამის გააზრება. მე პირადად ქრისტეს არ შევებრძოლები და ვაღიარებ რომ თუ ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზე, ესე იგი ეკლის გვირგვინი არის წარმომადგენელი მისი, ხო? ნახოთ მეგობრებო, როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს იყო ჩემი ეს აზრები, რომელიც აინგებონ ქვია გერმანულად და შთაგონება. დღეს ჩემი შთაგონების შესახებ მოგიყევით და ჩვენ ნახავთ რა როგორ განვითარდება მოვლენები. აი მე პირადად დღითი დღე გაოცებული ვარ როგორ მართლა ისე მიდის მოვლენები, როგორც ესა თუ ის წინასწარმეტყველები და წმინდანები წინასწარმეტყველებდნენ. ასე რომ გაკოცეთ ბევრი და მიხვდებით რაც ვილაპარაკე დღეს, რჩეულები მიხვდებიან და დანარჩენები გაიცინებენ და არც ეგ არ მაღელვებს. წავიდი ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო. ქრისტეს მზის სხივების გვირგვინი უნდა ედგას თავზე, ეკლის გვირგვინი ხომ წარსულია ზოგადად. რა არ ვიცი რატო წარსული და მომავალი არ არსებობს ღმერთისთვის. ის რაც ფაქტი მოხდა, ის არის ფაქტი, ის არის მოვლენა და ის მოვლენა უნდა ვაღიაროთ. ეკლის გვირგვინი ყველაზე უძლიერესი გვირგვინია. ის გვირგვინი რაც ქრისტემ დაიდგა თავზე, მზის გვირგვინი, რა ვიცი, მზის გვირგვინი ისედაც ანათებს. კარგით, აბა გაკოცეთ. იფიქრე ნონა და მეც ვიფიქრებ მაგაზე. გილოცავთ ბარბარობას მართლა, მაგრამ როგორ დამავიწყეთ? ჩემი შვილი ბარბარობის დღეზე დაიბადა გერმანიაში და მარიამობის დღეზე დაიბადა, მაგრამ გერმანიაში ბარბარობა იყო და ბარბარე დავარქვით, მე გადავარქვით მარიამი დავარქვით, მოკლედ ერთი სიტყვით ბარბარეც არის მარიამის და მატილდაც. გაკოცეთ, ყავა თქვენცით.